მოგესალმებით 2025 წლის 4 ოქტომბერს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები გაიმართება საქართველოს პრეზიდენტის მიერ. საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერით გამოცემული განკარგულება არჩევნების დანიშვნის შესახებ ძალაში დღეს შევიდა. დღესვე ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომა გაიმართა. კომისიამ 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი დაამტკიცა, ასევე განსაზღვრა არჩევნებთან დაკავშირებული სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხები. 4 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეები აირჩევენ 64 საკრებულოს 2058 წევრს, როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული სისტემით და 64 მერს. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს არჩევნები გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარდება. ამომრჩეველთა თითქმის 90% საკუთარ არჩევანს ვერიფიკაციის და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით დააფიქსირებს. ქვეყნის მასშტაბით სულ გაიხსნება 3051 საარჩევნო უბანი, რომელთაგან 2284 უბანზე კენჭისყრა ელექტრონული, ხოლო 767 უბანზე ტრადიციული წესით ჩატარდება. საარჩევნო ადმინისტრაციამ უკვე დაიწყო კანონმდებლობით განსაზღვრული საარჩევნო პროცედურების განხორციელება. დღეიდან მოქმედებს ყველა ის საკანონმდებლო მოთხოვნა დაშვება თუ აკრძალვა, რაც არჩევნების დანიშვნას უკავშირდება, ასევე დღეიდან ამოქმედა წინა საარჩევნო კამპანიის აგიტაციის წარმოების წესები და საბიუჯეტო თანხების თანამდებობრივი და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენების აკრძალვასთან დაკავშირებული ნორმები. საარჩევნო ადმინისტრაცია იხელმძღვანელებს კანონის უზენაესობით, პოლიტიკური ნეიტრალიტეტისა და პროფესიონალიზმის პრინციპების დაცვით და საქმიანობას განახორციელებს ქცევის მაღალი ეთიკური სტანდარტებით. ამასთანავე არჩევნებში ჩართულ ყველა დაინტერესებულ მხარეს მოვუწოდებთ აქტიურად ჩაერთონ, დააკვირდნენ და ობიექტურად და სამართლიანად შეაფასონ საარჩევნო პროცესი. მადლობა ყურადღებისთვის.